2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო აგვისტოს ომი. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მტერი, რუსეთი, ჩვენ თავს ისევ დაგვესდა. ისევე როგორც 1921 წელს რუსეთის სისხლისგან წითელი არმია შეიჭრა საქართველოში. შეჭრას წინ უძღოდა დაგეგმილი მომზადება, სამხედრო სწავლება კავკას 2008 და რუსული ტანკებისა და პროპაგანდისტების გადასროლა ცხინვალში. რუსეთმა 2008 წელს კონვენციური ფრონტების გარდა ასევე გაგვიხსნა ახალი დეზინფორმაციულ პროპაგანდისტული ფრონტი. მისი მიზანი მსხვერპლისა და აგრესორის ჩანაცვლება იყო, მსოფლიოს დაჯერება, თითქოს ჩვენ ომი საქართველოში დავიწყეთ. ეს პროპაგანდისტული ტყუილი გაცამტვერდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რუსეთი არის იმპერიალისტური ძალა, რომელიც მხოლოდ მეზობლების დაპყრობასა და დამონებაზე ფიქრობს. დღეს ომის წლისთავზე უნდა გავიხსენოთ ჩვენი გმირების სახელები, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შეწირეს საქართველოს დაცვას რუსეთისგან და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველოში რუსული რეჟიმი დამარცხდეს.